მოგესალმებით. გაგიცნობთ მე ვარ კატო. მოდით გავაკეთოთ ესეთი მცირედი გაშლა. რა არის ის, რაც გჭირდებათ თქვენი ბიზნესთვის? ეხლა ამ ეტაპზე ვარიანტი არის ორი, პირველი და მეორე. მოდით იყოს ესეთი ყვითელი სანთელი და წითელი სანთელი. ნახოთ, რა გჭირდებათ? პირველი ვინც აერჩიოთ. რა გჭირდებათ თქვენი ბიზნესკენ? ჩამოყალიბება, სტრუქტურაში მოქცევა თქვენი ბიზნეს, თქვენი ოცნების, თქვენი სურვილის და ნაბიჯ მიყოლა, ხო? თქვენ ამ ეტაპზე გჭირდებათ რომ დაიჯეროთ რომ თქვენს მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, დაიჯეროთ ის მომენტი რომ თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ამ მიზანს და რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას რომ კარგი იქნებოდა თუ კი წარმოსახვით წარმოიდგენდით რომ თქვენი მიზანი უკვე ასრულებულია და თქვენი მიზანი მალე ასრულებული იყოს. თქვენ რა გჭირდებათ? თქვენ რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ვინც წითელი სანთელი აერჩიეთ, გჭირდებათ უფრო მეტი გაცნობიერება, უფრო მეტად შესწავლა იმ კონკრეტული სიტუაციის, კონკრეტული მდგომარეობის, რისი გადაწყვეტილება გინდათ, ხო, რომ მოაგვაროთ, ხო? რა გიშლით ხელს? ის რომ არ ხართ ბოლომდე ინფორმირებული. ის რომ არ იცით რეალურად გინდათ თუ არ გინდათ. ეს მომენტიც არის თქვენთან მიმართებაში, ხო? მომენტი, როდესაც კი მინდა, მაგრამ შეიძლება არც ისე ძალიან არ მინდა, რომ ამისთვის ბევრი რესურსი ჩავდო, ხო? რაღაცა ისეთი გავაკეთო, რაღაცა მეტი ვიშრომო. აი მეორე ვარიანტი გჭირდებათ, რაც შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ, უფრო მეტად ჩართული იყოთ იმ პროცესში, რომელიც გინდათ რომ მიიღოთ, ხო, საბოლოო ჯამში, აი რაღაცა სიტუაციას, რომელიც გინდათ რომ მიიღოთ თქვენთვის სასარგებლო მდგომარეობაში, აუცილებელი არის რომ ყველანაირი ინფორმაცია მოიძიოთ და ყველაფერში როგორი მომენტიც, აი თითოეული აგური თქვენ თვითონ უნდა დადოთ. თუ თქვენ თვითონ არ იმოქმედებს და უბრალოდ აი რაღაცა ვიღაცას დაეყრდნობით, ვიღაცას ენდობით, ვიღაცას იტყვით იმას, რომ აი ხო ის მომეხმარება, ხო? არა, აქ ყველა ნაბიჯი თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ და თქვენ უნდა იყოთ აი ყველაფერზე ესე ვთქვათ, პასუხისმგებელი, ხო? თითოეულ ნაბიჯზე უნდა იყოთ პასუხისმგებელი. მოკლედ, აი ესეთი გამოვიდა ეს მცირე გაშლა. მე ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგან და შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკისთვის უნდა მომწეროთ მითითებულ ნომერზე, რომელსაც უთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ. დროებით.